ანანიძე ჩაწოდება საჯარიმოში და გელაშვილს გამოაქვს ბურთი, თუმცა სტელობა ჯანელიძისა დარტყმა და შუქურამ ძალიან აქტიურად დაიწყო მეორე ტაიმი. სარდალიშვილი საჯარიმოს მისადგომებთან დარტყა რიკოშეტი და კუთხური. ძალიან საფრთხო იყო ეს დარტყმაც და შუქურას წინა შეტევაც საკმაოდ მწვავე გამოვიდა. საბურთალოების მორიგი მსტელობა, მორიგი ჩაწოდება დარტყმა და გელაშვილმა შეძლო თავისი გუნდის დაწინაურება. და წინ გაყვანა თავისი გუნდისა. 2-3 აი ამ ჯარიმას საბოლოოდ მე უკვე მოხვა ეს ჩაწოდება და ყველა საგდასტრებაზე აჯობა ივაგელ გამოიყენეს ბათუმელმა ფეხბურთელებმა, თუმცა გრძელდება ერში კიდევ ერთი ჩაწოდება, კიდევ ერთხელ შეიძლება დარტყმა ზარია დაარტყა და კუპატათთვის და ბათუმელთა შეიძლება ვთქვათ რომ სამფაზიანი შეტევა გამოვიდა დინამო ბათუმს და უპატაძე რომელმაც გადაარჩინა თავისი გუნდი იქ ასხლეტა იყო რამდენადაც მე დავინახე პირდაპირ დარტყმული არ მოუგორიებია განმეორებაზე თუ გვექნება ნახვის საშუალება აუცილებლად ნახავთ აქ იმრანი არის დარტყმა კიდევ ერთი იმრანის და ისევ კიდევ ერთი ჩაწოდება თავი და აქ უკვე კიდევ ამ ეპიზოდში საკმაოდ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთის მოგერიება მოახერხა აკი გადის გოლი ბათუმელთა კარში შექონდა რატომღაც და უნახავთ გამეორებას საკმაოდ მუსა კონატე ბურთით სადაც ამხნევებს მთელი სტადიონი კონატე საჯარიმოშია უკვე დარტყმა და ლაზარე კუპატაძე მიხსნა აქ საბურთალო ეს ძალიან ლამაზი იყო აბუაშვილს შეეძლო აქ ძალიან კარგი დატოვება ვალბურდიას და გაქცევა შემდეგ კარში დარტყმა ბათუმელები ჩალენ ბლესა დავით მუჯირი ივაგელაშვილი კიდევ ერთი დარტყმა მისი მხრიდან და კიდევ ერთი მომენტი იბერიას ufra magra თამაშობს მამაგეიშვილი აი ამაზე მქონდა საუბარი მამაგეიშვილი ერთ-ერთზე მეტოქესთან და აი გიზი მამაგეიშვილმა გააკეთა ყველაფერი გაიჭრა წინ ცველებს შორის და ისე შეასრულა რომ ერთ-ერთ ყველაზე ტანმაღალ მეკარეს ჩვენ ჩემპიონატ ჩაწოდება საჯარიმოში ტაბატაძეზე გაიგზავნა ეს ბურთი ჩაბრუნება დარტყმა კარის მიმართულებით და თავისი გოლი გაიტანა ცენტრალურმა მცველმა ივაგელაშვილმა ბრწყინვალედ დამუშავებული კომბინაცია და სხვაობა უკვე სამბურთიანია. ყოჩაღ იბერიას, ყოჩაღ კორღალიძეს, ყოჩაღ ტაბატაძეს და ყოჩაღ გელაშვილს. აშკარად დამუშავებული იყო ეს კომბინაცია. და ეს არაზუსტია მშვენიერი შეტევა გამოვიდა თბილისელ ფეხბურთელებს შეხვედრის მე-7 წუთზე და ერთდროულად დარტყმა და ანგარიში მაინც შეიცვალა. მე მგონი გელაშვილია გატანილი გოლის ავტორი 99 წუთზე. დეტალურად გეტყვით ამ ყველაფრის შესახებ თქვენც უკეთესად დაინახავთ რა თქმა უნდა გელაშვილი გატანილი გოლის ავტორი ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში. ძალიან აქტიურია ჯინჯოლოვა მთელი მატჩის განმავლობაში რამდენჯერმე ჩააწოდა რამდენჯერმე თავადაც დაარტყა და ზოგადად ძალიან ბევრჯერ და ჩამწვავებს თამაშს მარცხენა ფლანგიდან კიდევ ერთხელ განმეორებით საკმაოდ თამამად მოქმედებს ხოლმე ჯინჯოლოვა არ ერიდებარც მარცხენა ფრთიდან ჩაწოდება მცველები თამაშობენ ყოჩაღ იბერიამ ალბათ ცოტა დათმა მაინც უპირატესობა ეს იყო მიზეზი აი ამ ყველაფრის რომ რამდენიმე კარგი შეტევა განახორციელეს სტუმრებმა და გამოიყენეს კიდევაც აქ რა ხდება ჩაწოდება საჯარიმოში მცველები გადმოვარდნილ ბურთზე კიდევ ერთი და აქ უკვე მეკარე თამაში ჩაწოდება საჯარიმოში გელაშვილს გამოაქვს ბურთი